ამით დამთავრდება პირველი ქართული ფილმი ვამპირის დრამაზე. ჩვენ კი თავიდან დავიწყოთ. იცი რა საკეთო? ბრანდოს კარტი გახსოვს შუაჭკას. Последний танго в Париже. გააკეთე. იღებს და რო აკრავს და გააკეთე. მარინა კახიანმა ეს სცენა მარლონ ბრანდოს მანერით ითამაშა. ოღონდ ოსკაროსანი ნათლი მამისგან განსხვავებით, არა ბერტოლუჩის, არამედ შოთა კალანდაძის ფილმში. ოლდენის ფოტოდან პანორამა სევდიან ვამპირზე გადადის. რეჟისორის ვარაუდით ვამპირი ამ ეპიზოდში სინანულშია. კეთილშობილი არ ვიცი არის თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მისი ტრაგედია და არ სიამოვნებს და განიცდის. ქალი ვამპირი ესეთი კინოში არ ყოფილა. მარინა მარადჩეულებრივად შექმნა ეს გმირი ძალიან დიდრული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემში არანაირი ვამპირი არ სახლობს და ესე იგი გამოდის, რომ ნამდვილად ოსტატობის ბრალი ყოფილა. მარინა კახიანი მოყვარული რეჟისორის მესამე ფილმში მონაწილეობს. როგორც წინა შემთხვევებში, ის აქაც ყმაწვილი კაცების მაცდური და მკვლელია. შემაბა. ნამდვილად ესე მოხდა. და რაღაცა მომთან არ მეცალა, უცხარო არ მცალე, მართლა არ მეცალა და რაღაცა პერიოდი ეს გაიწელა. საკმაოდ ჩვენი გადაღებების დაწყების პერიოდი, სანამ დავიწყებდით, აი ნამდვილად შემაბა. პროფესიით მხატვარმა და გატაცებით რეჟისორმა შეაბა რეზო ესაძეც, ლიკა ქავჯარაძეც, ზურაბ ნიჟარაძეც, ლექსო თორაძეც და კიდევ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი. ერთ-ერთმა მისი ფილმების ჟანრიც განსაზღვრა. პოეტური ფოტოკინო. შემოიგონე ეს? არა, იცი რა, სოფიკო ჭიაურელი რო დავითანხმეთ ჩემ ფილმზე, უშვილო არის ესეთ პატარა ნოველა ვარ ჩვენ, ნუცაშენ შეშულ თამაშობს. ის ნახა და თქვა, შენ გადამიღე კი ბატონო და ნუ მე მაშინ არ ვფიქრობდი რა ჟანრია, მე ჩემ ინტუიტიციას მივყვებოდი და თქვა, რომ ეს არის პოეტური კინო შოთაო და მე უფრო დაუმატე და ფოტო პოეტური კინო ესე შევარქვა. პოეტურ ფოტოკინოში პოეზია არ არის, არასოდეს არის ტექსტი და ყოველთვის არის მუსიკა. ამ ფილმშიც პირველი ქართველი ვამპირი სისხლიან კვალს ბახის ინვენციაზე დატოვებს.